მე ვარ ეთო თანადამოკიდებული დედა. მე შევეცდები გავაზიარო, როგორ ვაღიარე და გავაცნობიერე რა არის თანადამოკიდებულება. მე დამოკიდებული ადამიანი ვარ და დამოკიდებული ვარ ჩემი დამოკიდებული ოჯახის წევრის ცხოვრების წესზე. ვცხოვრობ მისი პრობლემებით, მისი პრობლემების მოგვარებით, მისი კონტროლით და საერთოდ საკუთარი თავი დაკარგული მაქვს. როგორც საკუთარი თავი, ისევე დაკარგული ვარ სხვა ოჯახის წევრებისთვის. ვფიქრობ მარტო სად არის, როგორ არის თუ არა მოხმარებაში, როდის მოვა, რა პრობლემებით მოვა, იმ პრობლემების მოგვარებას მარტო ვერ ახერხებს და მე ვიღებ მერე პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი შიშია, ვაიდა არ დავეხმარო, ეს გადამრჩენის როლში ვარ ძირითადად, მაგრამ მე მგონია რომ ვეხმარები ადამიანს, ვუგვარებ პრობლემას და ისე ვერც წრეზე მივდივარ. მქონდა ესეთი განცდა, რომ მე არ ვიყავი კარგი დედა. რაღაცა დავაკელი, რაღაცა არ გავაკეთე სწორად. და ეს გრძნობა უფრო მაკნინებდა და იქამდე მივედი, რომ საერთოდ იზოლაციაშიც კი აღმოჩნდი. ყველას და ყველაფერთან გავწყვიტე საერთოდ კავშირი. შენ როგორც დამხმარე რგოლი ხარ მისთვის გადამრჩენელი და ეს ყველაზე დამაზიანებელია და მივდივარ იქამდე რომ ვაცნობიერებ რომ თანამონაწილე ვხდები მისი დაავადების და აი ამ დაავადების გამიჯვნაში ძალიან დამეხმარა მე 12 ნაბიჯის პროგრამა. მე დღეს მირჩევნია აი ამ რეალობას ჩავხედო თვალებში და გავაცნობიერო რომ აი ამ რეალობაში რასთან მაქვს საქმე, ვიდრე ისევ იგნორში ვიცხოვრო და არაუშავს ის მოაგვარებს ამ დროს, ვერც დამოკიდებული აგვარებს თავის პრობლემას დამოუკიდებლად და მარტო და ვერც თანადამოკიდებული. რაში ეხმარები და რატო ეხმარები, რომ ვერანაირ შედეგზე ვერ გადიხარ, აი ეს არის, რომ მაინც ვერ აცნობიერებ ადამიანი. იმდენად გეშინია. აი დღეს ამას გავაკეთებ და ხვალ უკეთესად იქნება და აღარ მოვიდა ეს ხვალ. იმდენად უძლური ხარ ადამიანი ამ პრობლემის წინაშე და იმდენად ითრგუნები, რომ აი ამ უძლურების აღიარებით, ხო, მე ბევრჯერ მქონია საკუთარი თავისთვის მithქვამს, რომ არაფერი აღარ გვეშველება და აი ესე უნდა ვიცხოვროთ. ესაც მithქვამს და მიღიარებია ჩემ ოჯახის წევრებთანაც, მაგრამ გაქცევით არ გავქცეულ ვარ, კარგად ვხედავდი, რომ ძალიან ცუდად ვიყავ. და ზუსტად ეს იყო ჩემთვის ბიძგი, რომ მივსულიყავი გამოსავალში ჩემ ოჯახის წევრთან ერთად. მიუხედავად იმის, რომ მე სტაბილურად ჩავერთე ამ პროგრამაში, ჩემი დამოკიდებული შვილი უარყოფაში იყო და არ აღიარებდა ამას, მაგრამ მე მქონდა ამის ის, რომ ინტერესი გამიჩნდა, მიუხედავად აი ამ ინფორმაციის, რომ ძალიან მძიმე დაავადება, რომ გავიგე, რომ ეს არ არის განაჩენი და შეიძლება ამ დაავადებასთან ერთად იცხოვრო, როგორ ვიცხოვრო, რა გავაკეთო, აი ამის ინტერესმა, აი გაქცევით არ გავქცეულ ვარ, პირიქით თავიდან ბოლომდე ჩავერთე. გადავედის კონტროლის გაშვება ყველაზე პირველი ძალიან ძაფრად მახსოვს, ძალიან ძაფრად. მაგრამ აი ნახეთ, ხა გამახსენდა ეს ემოცია, მიუხედავად იმის, რომ დამანგრია, იმ წუთში გადამრჩენის როლში შევედი. მომავალი, იცით, ჩემი პირადად, ჩემი მომავალი წარმომიდგენია სტაბილურად მშვიდი, შეიარაღებული ვარ ამ ინსტრუმენტებით და ასე ვიტყოდი, რომ მე ერთმა ადამიანმა გავაკეთე არჩევანი, რომ გადავრჩე
და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიმოქმედებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო განსხვავებულ მდგომარეობაში. აი სულ ვამბობ ხოლმე, რომ არც ცუდად ვარ და არც კარგად. განსხვავებულ მდგომარეობაში ვარ და ეს მე მომიტანა აი ამდენი წლების მანძილზე ყოველდღიურმა მუშაობამ საკუთარ თავზე. და მე ამ მდგომარეობას უბრალოდ მენანება ვერ გავუშვებ ხელიდან, ძალიან ძვირფასია ეს ჩემთვის. ძველ დროში მე რო ამდენი თუნდაც თეორიული ცოდნა და ინფორმაცია მქონოდა, არც ერთ თეთრს არ გადავიხდიდი ჩემი შვილის პრობლემების მოგვარებაში. ამას აი გადაჭრით ვამბობ. ყველა მეორე ოჯახში თუ ყველა ოჯახში არა, ყველა მეორე ოჯახში არის ეს პრობლემა. და აი ძალიან გვიჭირს ის, რომ აი დაავადება და როგორც დაავადება მივიღოთ და ადამიანისგან გამოვყოთ ეს დაავადება იმ ქმედებებს, ძალიან ძიმია ეს. შენც დაავადებაში ხარ და გამოდის, რომ როცა კონფლიქტია, ორი დაავადება ებრძვის ერთმანეთს და შენშიც ეს ბალანსის დაჭერა, ემოციის გადამუშავება ხანდახან გვიჭირს, იმიტომ რომ ხო, ბევრი წლებია ასეთ ქმედებებით ვცხოვრობთ და ჩვენი დღის რეჟიმიც ეს იყო და ცხოვრების წესიც ეს იყო. სადა ხარ, როგორ ახარ, რა შვები, როდის მოხვალ, ან მოხვალ, ან არ მოხვალ, ცოცხალი ხარ, არა ხარ, ამის იგივე არაფერი და როგორ ხარ, ეს საერთოდ ამოვარდნილი იყო ლექსიკონით. დღევანდელობაში აი ეს ინტერესის სფეროები, რომელიც საერთოდ დაკარგული მქონდა, ვინ ვიყავი, რა ვიყავი, რა მაინტერესებდა, რა მომწონდა, რა მიყვარდა, რა მომხიარულებდა, რა მსიამოვნებდა, ესენი საერთოდ დაკარგული. ის რომ თქვა წავიდე და კაფეში დავჯდე და ჩემ მეგობარი მოვიკითხო, ვისაუბროთ ზოგად თემებზე, ჩემი ემოციები გაუზიარო. ესენი არაფერი არ მქონდა. ეხლა ნელ-ნელა ამას ვახერხებ და ყველასთან ეს საკითხი იდგა სასაუბრო, რომ ცუდად ვარ, ვაი რა მეშველება, ვაი ასე, ვაი ის და მე ესაც მომბეზრდა და ჩავეხსენი ყველას და ყველაფერს. ესაც კი მომბეზრდა. დღეს არის საინტერესო თემები, რა წაიკითხე, რა ფილმს უყურე, რაც შეგვიძლია გავისეირნო, თქვათ და გამოჯანმრთელების ეტაპებსაც ვიხილავთ, ერთმანეთს უკავშირსაც ვეუბნებით, როცა საუბრობთ და ამ მდგომარეობამ სხვა ადამიანების მიმართაც გამიადვილა მიღება იმ ადამიანების, ახლა მომწონს არ მომწონს მისი ცხოვრების წესი თუ ისა, აღარ როგორ თქვა, აღარ ვინტერესდები. გასაგებია უკვე, რომ მას ან პრობლემები აქვს, ან უბრალოდ ეს ცხოვრების წესი აირჩია. მიმღებლობა, ადამიანების მიმღებლობა უფრო მიმარტივდება. ესე ვაზიარებ ხოლმე, რომ ჩემი წარსული დავასამარე მეთქი, მაგრამ ამას ვაცნობიერებ, ამას რომ ვამბობ, არ ვამბობ, იმიტომ რომ უნდა ვთქვა და გავექცე რაღაცას. ეს წარსული, აი ნახეთ, როცა კონცენტრირებული ვარ მე ჩემ ერთ დღეზე, მიუხედავად იმის მოვლენები როგორ განვითარდება, რისი შეცვლაც შემიძლია იმას ვცვლი და აი ამის მიმღებლობა, რომ რისი შეცვლაც არ შემიძლია, მივიღო ისე როგორც არის, აი ეს მეხმარება, თორე წარსული ძირითადად ლიტერატურას რო ვკითხულობ, იქ მახსენდება ხოლმე, მაგრამ ემოციები აღარ მაქვს ისეთი მძაფრი. თორე, არსად არ მიდის, რჩება.